Hoppa! Ai zlis. Სალამი მეგობრებო, დღეს ჩვენ ვართ გამოსულები დიღმის ჭალებზე. ქარიყლაპიაზე სათევზაოდ. ამინდი ძალიან კაია, წყალი ძალიან მშვიდია, სარკისევრია. ნახოთ რას დავიჭერთ. დასაწყისშივე დაალაიქე ვიდეო, გამოიწერე არხი და შევბეროთ. Ai, ეს კაცურა ეხა ხო დავინახე არა. ეს დავეხმაროთ ერთმანეთს. წვერთან უეჭველი შეხედე, აჰა, მშვენიერ დაიღო. აი წვერი რაც შეიძლება წყალთან დაუწიე და ეცადე რომ ყოველთვის ერთ იმაზე რა ქვია, ერთ ხაზზე გამოარტყა რა, ანუ წკაპ და დააცადე რომ წყალი გაასხას. ჩაურტყი ცოტა აი როგორი ჩარტყმა უნდა გავუკეთო იცი აი წკაპ აი ესეთი რა. აჰა. მალადეც. Skelly floors. Leaves. Opa. Არა, გაიძრო. რა მხელაზეა მოხდა. არის. ესე იგი ზის აქეთ, კაია. აი ხა მან კიდე უნდა გაუტარო, რომ უეჭველი მეორედაც დაარტყავს რა. კი. ძალიან აცილა. უეჭველი მამალი იქნება, იმიტომ რომ დედრი ახლა მაინც ქვირითობს და ზის. ვაუ, ცოტა ექშენი იყო. აი, დაინახე? უხია. Короче, ეგ უკვე მეორე არის აქ. აუ, იყო დარტყმა. Epa! Au, კაი რა. ორჯერ აცილა. ეგა, აუ, კიდე აცილა მესამედ. კიდე ჩემი ეგა
ეგარი მე 5-ზე დაჯდა უკვე. პატარაა და კარგად ვერ აიღო. ესეთი. აი, სულ ესეთი ზომები არის აქეთ რა. ნუ გავუშვით. ზედი მოხიე. კიდევ ერთი ქარიყლაპია. ესეც პატარა ზომა არის. ესეთი. ესეთი წვრილი. დავსვით. დავსვი ბიჭო, რამდენი ხანი გეჩალიჩე. აი ტატატა. შეგი წერან შენიყავი. პატარა. ერთო. ეს მე მგონი ისა შარშარო გავუშვი აქ. წინა ტბიდან გადმოყვანილი. ჩიო, პატარა. ამას დას ჩავაკარტოჩკებ. ამას გავუშვები თავისთავად. ხია ეგრევე. ერთი სამწუხარო რეალობა ის არის, რომ 2 წლის წინ დაახლოებით ეს ჭალები იყო მსგავსი და უფრო დიდი ზომის ქარიყლაპიებით სავსე. ბოლო პერიოდში ისაც ვისმენდი ინფორმაციას, რომ ყველაფერს ზიდავდნენ აქედან, ანუ ზომას წონას არ ქონა მნიშვნელობა. აი ესეთ ლიფსიტებსაც იჭერდნენ, მიყავდათ სახში. ამაზე დიდი ზომები ხო ვაფშე გააქრეს, თითოეულად თუ იქნება, აი სადღაც პატარ-პატარა ტბებში. ესეთი პატარა ზომის ქარიყლაპიებიც რო აღარ იჭირება უკვე, ეს არის დიდი პრობლემა. და თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად თავი შევიკავო მსგავსი ზომების წაყვანაზე თავი რა. იმიტომ რომ შემდეგ ზერზე მოვდივართ და ფაქტიურად არაფერი არ გვხდება ხავსის გარდა. რავი. მე მგონი რომ სწორი იქნება, რომ პატარა ზომები მაინც დავინდოთ. ისე რომ გავაგზავნებ ხა თევზაობას, მოუცდი კიდე რამოდენიმეჯერ და უნდა შევიცვალო ტბა. ოპა. აი. ეს ცოტა მოზრდილი იქნება. ოდნავ მოზრდილია. და ბალახებში შედის. აი ქარიყლაპია ძმა. ისიც ასე. აი ეს უკვე так, ესეც ასე. აი ესეთი დაახლოებით კილომდე ზომა იქნება, არც კი, არა. 700 გრამზე მეტი ეს არ იქნება. ესეთი ჩვენი ქარიყლაპია. ბრაზიანი ქარიყლაპია. ესეთი ბიჭი არის სავარაუდოდ ეს.
კბილები გაქვს ესეთი შვენიერი. დავай გავუშვათ ახლა. შვენიერი, ამაზე კაი გზნობა. რავი, თევზაობის დროს დაჭერაა პირველი. მაგრამ მეორე როცა იმდენი შეგიძლია რომ გაუშვა აი ეგზნობარი ჩემთვის ძალიან მაგარი რა რომ წამით გაიფიქრებ რომ გინდა წაყვანა, მაგრამ მე უკვე ფიქრობ რომ მოდი დავაცადოთ, გაიზარდოს და მე უფრო ვიკაიფოთ რა და როცა წასაყვანი ზომა იქნება, რაც ამ ტბიდან ძალიან მეეჭვება, წესისამებრ წასაყვანი ზომა შემორჩეს ამ ტბაზე, ძალიან მეეჭვება. მაგრამ აიც უნდა ვეცადოთ რა, რომ გაიზარდოს. ახლა ეს იყო დაახლოებით 700 გრამის 700 გრამი იქნებოდა დაახლოებით და ის პატარა ადრენალინი განვიცადე რა. და წარმოვიდგინე კილონახევრიდან 2 კილოდან ზევით რომ იქნება ზომები, ესეთ ტბაში წარმოვიდგინე ესეთი ტბა რომ სავსე იქნება მასეთი ზომებით. რავი, აი ეს кайფი გაათმაგდება რა. ხო და ვაცადოთ გაიზარდოს. ეხა ამ პერიოდში ქვირითობს. მაგიტომაც პასიურია. ვაცადოთ დაყაროს ქვირითი. მე იმ ლიფსიტებს ვაცადოთ გაზრდა. ასე შემდეგ და ასე შემდეგ. გაუფრთხილდეთ ბუნებას.